დღეს 93 წელი შესრულდა, რაც ჟორდანიას მთავრობა ემიგრაციაში წავიდა. საბჭოთა არმიის მიერ სამშობლოდან განდევნილმა მენშევიკებმა თავი საფრანგეთში აფარეს. ცნობილია, რომ ჟორდანიამ არც პარიზში ცხოვრების პერიოდში შეწყვეტა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა. გამოსცა არაერთი ნაშრომი. მის საქმიანობას დღეს პარიზში არსებული ნოე ჟორდანიას ინსტიტუტი სწავლობს. თითქმის 100 წლის წინ განვითარებული მოვლენების ქრონიკა თამილა ზოიძის რეპორტაჟში. ზუსტად 93 წლის წინ 1921 წლის 18 მარტს ამ ადგილიდან გემი გავიდა, რომელსაც საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობა გაჰყვა. იტალიური გემით ვერენ ჟოზეფ კირალით საქართველოს პირველი მენშევიკური მთავრობა ბათუმიდან ემიგრაციაში გაემგზავრა. ნოე ჟორდანია მომხრეებთან ერთად რამდენიმე დღის განმავლობაში ბათუმში მიხეილ ნაკაშიძის სახლში აფარებდა თავს. მთავრობამ საზღვარგარეთ ქვეყნის მნიშვნელოვანი საგანძურის წაღება და მისი გადარჩენა მოახერხა. ძალიან საყურადღებოა, როგორ მიემგზავრება 1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული მთავრობის წევრები, როგორ ტოვებენ. სიმდიდრე სხვათა შორის ძალიან ბევრ ყუთებში იყო ჩაწყობილი ეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ისინი, რა ქვია, სიმდიდრე, რაც უნდა წაეღოთ. დემოკრატიული მთავრობის წევრები, ნოე ხომერიკი, ნოე ჟორდანი, ყველა აბსოლუტურად წავიდა აქედან. და მათ რაც ყველაზე მთავარია ჩვენთვის ექვთიმე თაყაიშვილი, როგორც განძის მცველი ისე ახლდა. ისტორიკოს ნუგზარ მგელაძის თქმით, მთავრობის გაქცევამ ქვეყნის ეკონომიკაზე, სოციალურ ყოფაზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. მთავრობის გაქცევას წინ უძღოდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. 1921 წელს წითელმა არმიამ საქართველოს რამდენიმე მიმართულებიდან შეუტია. ერთკვირიანი ბრძოლების შემდეგ მე-11 არმია თბილისში შევიდა, რის შემდეგაც ნოე ჟორდანიას მთავრობა იძულებული გახდა ბათუმში ჩამოსულიყო და თავშესაფარი სხვა ქვეყნისთვის ეთხოვა. მე-11 არმიის მაგალითიც ვიცი ჩვენ, როგორ მოხდა ოკუპაცია შემდგომში საქართველოს და დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა იმ კულტურულ მემკვიდრეობის დიდ ნაწილთან ერთად საქართველოს, რომლებიც მათ გაიტანეთ. ბუნებრივია ეს აისახა როგორც ეკონომიკაზე, ისე სოციალურ ცხოვრებაზე. თითოეული ჩვენთაგანის აი დროინდელი წინაპრის საოჯახო სურათზე და რაც მთავარია პოლიტიკაზე, მათ შორის საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. ისტორიკოს ემზარ კახიძის თქმით, საქართველოს ყველა ხელისუფლება პარტიულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებდა ვიდრე ეროვნულს. მისი განმარტებით, ნოე ჟორდანიას მთავრობა 3 წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არაფერი გაუკეთებია, რამაც საბოლოოდ ქვეყანას დამოუკიდებლობა დააკარგვინა. 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში ბევრი რამ არ გაკეთებულა უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკისთვის და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები. ეს ცხადია და ეს ასე ვთქვათ ქართველებისთვის სამწუხაროდ ძალზე დამახასიათებელი გახდა ბოლო საუკუნეების განმავლობაში. მთავარი შეცდომა რაც იყო ნოე ჟორდანიას დროს, რაც იყო ნაციონალური მოძრაობის დროსაც და შევარდანძის პერიოდშიც, ასლაბაშიძის პერიოდშიც, ყოველ დროს ეს იყო პარტიულობა, პარტიული ინტერესების უფრო მაღლა დაყენება ვიდრე ეროვნულის. საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობიდან 93 წელი გავიდა. ნოე ჟორდანიას მთავრობის გაქცევის შემდეგ ქვეყანაში 4 მმართველობა შეიცვალა.